ავტორიტარული კანონები, რომელიც მიიღეს დეკემბერში 3 დღეში, როგორც აღმოჩნდა, საკმარისი არ ყოფილა და უფრო მეტი რამის გაკეთება გახდა საჭიროს და ეს უფრო მეტი რაღაც დაინიცირდა ამ შემთხვევაში ახლა ამ ეს კანონის პროექტები, რომელსაც განიხილავს ჩვენი არალეგიტიმური პარლამენტი, საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტი, ივანიშვილის დეპუტატები, ეს ყველაფერი არის კიდე ერთი მსალობა იმის, რომ ყველა სივრცე რაც არის ამოიგუდოს ადამიანებს მეტად შეეზღუდოთ ამ შემთხვევაში მანიფესტაციის შესაძლებლობა. კარგად ნახეთ, რომ დეკემბრის ცვლილებებმა პროტესტი რეალურად ვერ ჩაახშო და პირიქით ნახეთ ჩვენ, რომ 69 დღე უწყვეტი პროტესტია ქვეყანაში. შესაბამისად, ეს არის კიდე ერთი მსალობა, რომ უფრო მეტად ჩაახშონ სივრცე. და ძალიან საინტერესოა, როდის არის ეს ფორმალურად ეს კანონის პროექტი ინიცირებული. ეს არის ინიცირებული 29 იანვარს, იმ დღეს, როდესაც ევროპის საბჭოში მიღებული იქნა რეზოლუცია, რომლითაც ქართული ოცნების დელეგაციას უთხრეს, რომ უფლებამოსილებები ეზღუდება. პირობითზე არიან და აქვთ დაახლოებით 2 თვე იმისთვის, რომ ახალი არჩევნები დანიშნონ და პოლიტიკური პატიმრები გაათავისუფლონ, თორე პასეს წევრობა მათ შეუწყდებათ. ეს ამ დღეს და მათ პლუს გარდა ამისა კიდე დაევალათ, რომ კანონები, რომელიც მიღებული იქნა მანიფესტანტების უფლებების შესაზღუდად, ესენი გამოასწორონ. მაგრამ იმის მაგივრად, რომ მათ რაიმე უკეთესობა აჩვენონ, ეს ხალხი პირიქით უფრო და უფრო დრაკონულ წესებს გვთავაზობს. ამიტომ კონტექსტი კარგად უნდა დავინახოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება უფრო მეტად აპირებს საქართველოს იზოლაციას ევროპული სივრცისგან და უფრო მეტად ისეთი კანონების მიღებას, რომელიც ბელორუსიას აქვს. და რატო ვახსენე ბელორუსია? ალბათ ამ დიდ პაკეტში თუ არ ვცდები 8 კანონ პროექტია ტექნიკურად. ყველაზე დიდი ბოროტება რაც დევს არის ძალიან გაბრაზებულები არიან ეთყობა ბევრი ადამიანი მათ რო აკინებს და ამის გამო ესე ვთქვათ ყველა მუხში ყველაფერი ჩაწერეს გინებაზე. ანუ მოხდება ზოგადად გინებით თუ ჩაიდენ ნებისმიერ სამართალდამცავებას ეს დამამძებელ გარემოებად ჩაითვლება. და რაც ყველაზე ცუდია, რაც ამ ყველაფერს აბელორუსიებს არის ის, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირების და სახელმწიფო მოსამსახურეების. ეს იგულისხმება პოლიტიკური თანამდებობის პირები არჩევითები, ვინც არიან მინისტრები, მოადგილეები, პლუს ამას ემატება სახელმწიფო მოსამსახურეები, სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელები. მათი შეურაცხყოფა ცხადდება ადმინისტრაციულ სამართალდამცავად. ვინმე რომ გამოვიდეს და შეურაცხყოფა მიაყენოს მას იმის გამო რომ უკმაყოფილო მისი საქმიანობით, იმის გამო რომ მაგალითად რაიმე ცუდი გააკეთეს ასე შემდეგ, ადამიანები 60 დღემდე პატიმრობაში შეიძლება წავიდნენ. საინტერესოა შეურაცხყოფაში რა ითვლება, გინებაც, უხამსი სიტყვები თუ უბრალოდ კრიტიკაც აკრძალულია, ეს არის აი. არა, წერია ამ შემთხვევაში შეურაცხყოფა და ალბათ რაღაცა უფრო საზოგადოოდ გავრცელებული უცმაწური სიტყვები, რომელიც ვიცით, ალბათ ეს იგულისხმება, მაგრამ ჩვენ ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსს, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს არის მიღებული და ჩვენ მოსამართლეებს ნამდვილად არ აქვს რაიმე ბარიერი და შემზღუდავი. შეიძლება ესეთი კაი გვარიანი წყევლა მასში გაიყვანონ და აკრძალვაში მოაქციონ. მას შეიძლება სხვა შეზღუდვები ამაში გაიყვანონ. ამიტომ რა თქმა უნდა არაფერი არ არის, მაგრამ ყველაზე საინტერესო რაც არის პირველად საქართველოს ისტორიაში დასჯად იხდება ესე ვთქვათ თანამდებობის პირის შეურაცხყოფა და პოლიციელებზე კიდე ცალკე მუხლი იწერება და ამათზე ესე ვთქვათ ეს ორი კატეგორია იქნება. სხვების გინება. როგორ იქცევიან პოლიციელები და სამართალდამცავები ძალიან კარგად ხედავთ. და თან ახლა მან უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს ჩვენ შეურაცხყოფას რაც დავაქვს, ან ვინ რას მიიღებს შეურაცხყოფად, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ ადამიანებს, რომელსაც უბრალოდ დაკავებენ, მე აღმოჩნდება რომ თურმე ვიღაცა ცრუმოწმეები მოდიან და რომ უმისამართოდ იგინებოდა რაღაცა პოლიციის მიმართულებით და რაღაცა მიმართულებების განსაზღვრამდე და შედის რაღაც აბსოლუტურ კომიკურ კაზუისტიკაში რომ მიმართულების განსაზღვრა საით იგინებოდა თურმე ხმა საით მიდიოდა და ასე შემდეგ სიგიჟე არის ნამდვილად, ამიტომ თვითონ ამ შეურაცხყოფის განმარტებასაც უკვე იმდენად მნიშვნელობა აღარ აქვს, რამდენადაც ძალიან ბევრი ცრუ მოწმე ყავთ, რომელიც კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ხალხს, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რასაც იქ რიგითი პატრული ინსპექტორები აკეთებენ სასამართლოს კედლებში. ამიტომ ხო შეურაცხყოფა უკვე პირობითი გახდა ამ შემთხვევაში, ვინ რა სიტყვის უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, იმიტომ რომ
გამართლეს ფაქტობრივად სრულად აქვს ხელი გახსნილი, ვისაც რას უნდა იმას მიუსადაგებენ და მიუსჭიან. გიორგი, როგორ ხედავ იმას ხელისუფლების გადმოსახედიდან, იმიტომ რომ ჩვენ ვახსენეთ ის, რომ ეს კარგი ცხოვრებისგან არ იღებენ ამ ყველაფერს და კარგი ცხოვრებისგან არ სჭირდებათ ამ 8 კანონ პროექტის შეტანა და სწრაფი წესით განხილვა. რას ნიშნავს ეს შინაარსობრივად და არა ტექნიკურად? აი რა მდგომარეობაში არიან და რატომ სჭირდებათ ასეთი კანონების მიღება? კი, იმიტომ რომ ნებისმიერი კანონის მიღება პარლამენტებიც იმიტომ შეიქმნა, რომ ამდენი ადამიანი იმიტომ უნდა იჯდეს, ისხდნენ იქ, რომ საბოლოო ჯამში ყველა საზრი მოისმინონ, დროში გაგრძელდეს განხილვა, ყველა მოსაზრეები წარადგინოს და განხილონ. 4 დღეში იღებენ, ესე ვთქვათ, ესენი რაღაცა კანონთან მიმსგავსებულ აკრძალვებს, რომელსაც ფორმალურად შეიძლება კანონი დაარქვა და რაღაც მოფერებით დაუძახოს, მაგრამ ეს თავისი არსით კანონი არ არის, იმიტომ რომ რაღაცა შუა საუკუნეებრივი რაღაცა ბრძანებასავით არის ხო, რაღაც უცებ გამოვლენ, გავიკეთ გუშინ ამის შესახებ, დღის მეორე ნახევარში გაასაჯაროეს და პარასკევს ალბათ საიმოსმენით ექნებათ მიღებული და მიხეილი რო ყავთ სარჯველად? არა, პრეზიდენტად რომ მუშაობს, ხო, ისიც პრეზიდენტ რომ მუშაობს. კი, ისიც ხალხს მოაწერს, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ მალე და ფორმალურად კანონად აქცევენ ამას და დაიწყებენ აღსრულებას. ესე კანონების მიღება არ ხდება, ესე მანიფესტაციების მიღება არ ხდება და ეს კარგად ადასტურებს იმას, რომ როგორ ავტორიტარიზმში ვართ. წარმოიდგინეთ, რომ მანიფესტაცია ნერვებს გიშლის, როცა ძალაუფლება გაქვს, არ მოგწონს და ვითომ დემოკრატიობანას თამაშობ კანონს იღებ, მე პოლიციამის კანონი უნდა აღასრულოს, ასე შემდეგ. ეს არ არის არაფერი ამას დემოკრატიასთან არ ცხია. 3 დღეში და 4 დღეში მიღებული კანონები დაჩქარებულად ყველაფერსგან შორს არის და მთავარს რო არ გადაუხვიოთ კიდე აქ გარდა იმისა, რომ შეურაცხყოფის კრიმინალიზება მოხდება პირველად, მოხდება ასევე ის, რომ 4 ჯერ იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა. 4 ჯერ. ანუ 15 დღიდან ავდივართ 60 დღემდე. ანუ ეს არის, როგორი ვთქვათ, ნულოვანი ტოლერანტობა, უმკაცრესი პოლიტიკა, რაც შეგვიძლია დავარქვათ, ყველაფერი ეს არის და კარგად ადასტურებს იმას, რომ თან იმას კი არ ეხება, რომ განმეორებით ჩადენილს და ამ შემდეგ ბევრ სამართალზე პირდაპირ პირველივე ჩადენის შემთხვევაში შეიძლება შეგეფარდოს, როგორც ესენი გვთავაზობენ. ამიტომ რა ვიცი, მართლა დრაკონული ავტორიტარული თუ რამე შეიძლება ეწოდოს ამ კანონს, ყველანაირ ბოროტ ეპითეტს იმსახურებს ნამდვილად. მე მჯერა, რომ ესე ვთქვათ, ამ კანონების აღსრულების შემდგომ შესაძლებელი გახდება საერთაშორისო სამართალმოებაც და საერთაშორისო სასამართლოებში გამარჯვება, იმიტომ რომ მე მართლა არ მახსენდება ქვეყანა, რომ ესეთი რეგულაციები ქონდეს გარდა ბელორუსიისა და რუსეთისა. გიორგი, აბსოლუტურად გეთანხმებით და ყველა ეთანხმება იმას, რომ დრაკონულია ეს კანონები, წარმოუდგენელ უსამართლობასთან გვაქვს საქმე, აბსურდული კანონები, მაგრამ ფაქტია, რომ აი ამ საშინელი დრაკონული კანონებს ყავს თავისი მსხვერპლი. დღესდღეობით ჩვენ ამდენი რეჟიმის პატიმარი ყავს, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები. პირველ რიგში ფსიქოლოგიურად, იმიტომ რომ წარმოუდგენელია, რომ ესეთი უსამართლობის შეგრძნებით შენ იყო იქ, არიან გამწარებული მშობლები, რომლებსაც პირდაპირ მნიშვნელობით უწამეს შვილები და საშინელი ტექსტები ვრცელდება Facebook გვერდზე. მე არ მიყვარს ხოლმე მსგავსი რაღაცების გაჟღერება, მაგრამ პირდაპირ მნიშვნელობით, როდესაც გოგონებს გაუპატიურებით ემუქრებიან სამართალდამცავები და სამართალი ამ შემთხვევაში არსად არ არის. ძალიან რთული იმის თქმა მინდა, რომ მათი ეს საზიზღარი და საშინელი კანონები მაინც რაღაცნაირად მოქმედებაში მოდის. ხშირად ვახსენებთ ხოლმე ბელორუსს და მე არ მინდა, რომ რაღაცნაირად მაგალითი იყოს ეს ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ იქ ძალიან ცუდად დასრულდა ეს სცენარი და არის კიდევ ერთი ძალიან მძიმე გარემოება, რასაც ლაშა ჭკვიანი არაჩვეულებრივად ეხმაურება, ის რომ ეკონომიკური მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმე არის და ამას ძალიან კარგად იყენებს ეგრეთ წოდებული არალეგიტიმური ხელისუფლება, იმიტომ რომ სოციალური, ასე ვთქვათ, სოციალურად დაუცველი ადამიანები, რომლებიც რაღაცა გარკვეულ თანხას მინიმალურს, მაგრამ ელოდებიან, ის ადამიანები, ვინც საჯარო სამსახურში არიან და მართლა მათი საარსებო წყაროა და პროტესტის შემთხვევაში შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით მშივრები დარჩნენ, ვერ გამოდის ეს ხალხი ქუჩაში და სოლიდარობა, მოდი ვაღიაროთ, რომ ისეთი არ არის აი ამ მიზეზების გამო, როგორი განწყობაც რეალურად არის ხალხში. აი ამ ყველაფერთან მიმართებაში რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ რაღაცნაირად გავაძლიეროთ ეს სოლიდარობა და იმ ადამიანებს ვაჩვენოთ ზურგი, რომლებიც დღეს ფიქრობენ, რომ უსამართლო ქვეყანაში ცხოვრობენ, მაგრამ რატომღაც უჭირთ და ეშინიათ ხმის ამოღება მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ არ დარჩნენ მათი შვილები მშივრები.
ძალიან კარგი კითხვა, სამწუხაროდ მე ზუსტად ამაზე პასუხი არ მაქვს, ალბათ ამაზე უფრო კონკრეტულ და კარგ პასუხს ალბათ პოლიტიკოსები გეტყვიან. მე როგორც რავი, ერთი მოქალაქის ხედვა არის ის, რომ მე ვფიქრობ, რომ პროტესტის გამოხატვა, სოლიდარობის გამოხატვა დღეს თავისუფლად არის შესაძლებელი რისკების გარეშეც, ძალიან მარტივად, ისეთ გომით, რომ არანაირი პასუხისმგებლობა არ დადგეს და ესეთ უამრავ ადამიანს ვნახულობ ყოველ დღე მე თითქმის საღამოთი აქციაზე, გუშინ ერთ ბატონს ვესაუბრებოდი, რომელსაც ჩამთვალობის პრობლემა აქვს და ფეხზე დგომა უჭირს, მაგრამ 2 საათით ყოველთვის მოდის, ვნახულობ უამრავ პენსიონერს, რომელიც დადის იქ და მაინც ახერხებს იმას, რომ იქ იყოს და ახერხებს იმას, რომ იდგეს ისე, რომ მას შესაძლოა პასუხისმგებლობა არ დაეკისროს, სოლიდარობის გამოხატვა სხვადასხვანაირად არის შესაძლებელი და ვფიქრობ ეს კეთდება, თქვენ ძალიან სწორად ბრძანეთ ჩვენზე, ესე ვთქვათ, ჩვენ ამ ბრძოლაში, ამ ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გვყავს უამრავი პოლიტიკური პატიმარი, რომლებიც დღეს არიან ციხეში, სისხლის სამართლებრივი ბრალდებით და რომელთა მიმართ უამრავის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა და ალბათ ერთ-ერთი დიდი მოტივატორი ყველა ჩვენგანის ამ ბრძოლაში გამაძლიერებელი სწორედ ის არის, რომ ვიცით, რომ ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად იდგნენ რაღაც პერიოდის წინ, სრულიად აბსურდული ბრალდებით დააკავეს, სრულიად აბსურდული ბრალდება წარუდგინეს, რამდენიმე დღის წინ მაგალითად ეს აბას ხვიტარიძის ბრალდების შესახებ მოკლე ანალიზი გამოქვეყნდა და ესეთი აბსურდი აი რაღაცა ერთ ადგილას იყოს ადამიანი მეორე ადგილზე ყოფნას აბრალებდნენ, სრულიად სხვა ბრალდება კონდეს წარდგენილი, აბსურდს ედავებოდნენ, უამრავი სხვა შემთხვევა ვნახეთ, სადაც ნარკოტიკების ჩადება არის და დღეს მივდივარ საბასთან და მოვინახულო ზუსტად. სხვადასხვა შემთხვევები არის, სადაც ბევრი ესეთი მაგალითი გვაქვს, როცა ადამიანები არიან დაკავებულები იმის გამო, რომ ვიღაცამ ისინი ამოარჩია და სრულიად არასწორი ბრალდებით წარუდგინა. საზოგადოება იმას ხვდებით, რომ ეს ადამიანი ამ ადამიანის ადგილას შეიძლება ჩვენ ყოფილიყავით და დავარქვათ ეს გაგვიმართლა, ხო, შეიძლება რომ ესე ვთქვათ არ მოხდით. ამიტომ კი, ეს ერთ-ერთი მოტივატორია და მე ძალიან ზუსტი რეცეპტი მიჭირს, თქვა რომ როგორ შეიძლება გაიზარდოს ეს ყველაფერი. მე ამ პროტესტში მონაწილეობ როგორც ერთ-ერთი მონაწილე, ვცდილობ ყოველთვის ვიყო ადგილზე და მე ამას ვხედავ ასევე რომ ათასობით ადამიანი ყოველ საღამოს, როდესაც რუსთაველზე დგას, სოლიდარობას უცხადებს როგორც პოლიტიკურ პარტნიორებს, ასევე მედეგი არიან მოთხოვნებში, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც გულისხმობს ახალი არჩევნების დანიშნულებას. გიორგი, საერთაშორისო სასამართლო ახსენე და ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ამ თლიან დიდ სურათში რო შევხედოთ თუ რა კანონპროექტის ცვლილებასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ ჩვენგან წასული საქმეები საერთაშორისო სასამართლოებში ვერნაირ კრიტიკას ვერ უძლებს და თითქმის ყველგან სამართლიანი სასამართლოს პრობლემა გვაქვს, სადაც პირდაპირ შეგვიძლია თქვა რომ შეიცვალოს გაწყვეტილება, ადამიანს შეიძლება კომპენსაცია მიენიჭოს ან რაღაც გათავისუფლება დაევალოს ჩვენს ხელისუფლებას. ეს ამ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ცვლილებები ხდება კანონმდებლობაში, ეს თუ აჩენს დამატებით სიძლიერეს кейსების, რომელიც აქედან წავა, რომ კანონპროექტი არის რეალურად არ შეესაბამება არანაირ საერთაშორისო სტანდარტს. ერთი იყო სამართლიანი სასამართლოს ნაწილი, რომელიც ამ ქვეყანაში არ გვაქვს და ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ამის ჩაწერა გადაწყვეტილებებში. ეხლა რა დაემატება ამ შემთხვევაში? მე იმედი მაქვს, რომ ესე იქნება, იმედი მაქვს, რომ ეს მოახდენს გავლენას, იმიტომ რომ ევროპულ სასამართლოში რა საქმეებით შევა, იმედი მაქვს, რომ ისინი შეხედავენ ამას სხვა კონტექსტში, როდესაც წინა ოთხშაბათს მიღებული იქნა რეზოლუცია საქართველოსთან მიმართებით, იქ ჩაიწერა, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია, პოლიტიკური პატიმრები გვყავს, დრაკონული კანონები გვაქვს და ესე უნდა გამოსწორდეს. ეს კონტექსტი გვაქვს და ამას აღიარებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. იმედი მაქვს მე, რომ ამ ესე ვთქვათ სურათის გაანალიზებით იქნება შემდგომი საქმეები განხილული საქართველოსთან მიმართებით და არ შეხედავენ საქართველოს როგორც რაღაც მოწყვეტ რეალობას, რაღაც ისეთ და აქედან გამომდინარე ის გადაწყვეტილებები ამ კონტექსტით დამძიმებული და გათვალისწინებული იქნება. ჩვენ დღეს მდგომარეობით ვალდებული ვართ, რომ აღვასრულოთ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, ამ შემთხვევაში არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ უბრალოდ ეს ხელმოწერა, რომელიც გვაქვს თავის დროზე გაკეთებული, უკან წაიღონ. და აღარ მოგვიწიოს, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში, აღარ მოუწიოს ქართულ ოცნებას იმ სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება, რომელიც მიაქვთ ევროპულ სასამართლოში.
არ ვიცი, ტექნიკურად თუ არის შესაძლებელი, ეგ მაინტერესებს, მე არ ვიცი რომ მაგას აპირებენ თუ არა, მაგრამ თეორიულად ესეთი რამე შეიძლება მოხდეს და ესეთი რამე აქ გაკეთებული რუსეთის. ეგ უნდა მეთქვა, რუსეთში ეგრე არის და მაგით. მაგრამ მერწმუნეთ საქართველოს სახელმწიფოს ძალიან ჭირდება ევროპული სასამართლო. ადამიანებისთვის ეს არის მნიშვნელოვანი, მანახეთ ადამიანი, რომელსაც არ აქვს იმედი სტრასბურგის სასამართლოსი რაღაცა რკინის ქალამნებს რო ჩაიცმევ და საბოლოო ჯამში იმის იმედი გააქვს, ამიტომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ უფლების წართმევა ფიქრობ იქნება უდიდესი დარტყმა, უდიდესი ბოროტება, თუ ამას ვინმე გაივლებს თავში და ასევე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვისაც, იმიტომ რომ საქართველოს სახელმწიფო რუსეთის წინააღმდეგ სწორედ ევროპული სასამართლოს მეშვეობით იბრძვის, მოიგო რამდენიმე საქმე, კიდევ იბრძვის, რომ ესე ვთქვათ, ეს საქმეები მოიგოს და აქედან გამომდინარე და აღასრულოს შემდგომ და აქედან გამომდინარე ეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების უდიდესი ღალატიც იქნება, თუ კი ესე მოხდება ამ შემთხვევაში. საქართველოს სახელმწიფო ინტერესები და ქართული ოცნება იმდენად სხვადასხვა იმასში დგან, რომ მაგიტომ ვიკითხო, რომ საერთოდ ვერ ხედავ მაგორს ერთად და თუ იყო შესაძლებელი ტექნიკურად, რომ საერთოდ ჩაიხსნან მეთქი მაგ თეორიულად შესაძლებელი მოხდეს, მაგრამ მე მგონია, რომ ეს მაგამდე არ მივა საქმე, მეც დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ პრინციპში, იმიტომ რომ ეგ ჯერთ რთულია და მე ვფიქრობ, რომ სანამ მაგამდე მივა, აქ უკვე ეს ხელისუფლება აღარ იქნება. იმდენად იზოლირებულები ხდებიან, რომ ეს იზოლაცია თავად მოახჩობს ასეთი შეგრძნება, იბადება რაღაცნაირად ვიზუალურად რო წარმოიდგინო, რაღაცა ყველა მხრიდან კედელს იშენებენ და საბოლოო ჯამში ამ კედელში თვითონ აღმოჩნდებიან. კი, ძალიან ფიქრებებს. კი, სირედით რო შევაჯამოთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დრაკონული კანონებია და რაც მე ვილაპარაკი აქ შეიძლება ვიღაცებისთვის მართლა დამაშინებელი იყოს და შეიძლება ჩემთვისაც არ იყოს კომფორტული. კარგად აჩვენა დეკემბრის დრაკონულმა კანონებმა, რომ არსებობს გზები, როგორ შეიძლება პროტესტი გავაგრძელოთ ჩვენ, ისე რომ ჩვენ პროტესტი არ დაზარალდეს და მიუხედავად ამ კიდე ერთი უნიჭო დრაკონული მცდელობისა, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს ჩვენი მოძრაობა, ჩვენი მიზნებისკენ სწრაფვა და ზოგადად საქართველოში მანიფესტაციის უფლების შენარჩუნება შესაძლებელი გავხადოთ. ამიტომ ესეთი რაღაცეები პირიქით შემაშინებელი არ უნდა იყოს, უფრო მეტად უნდა დავფიქრდეთ, უფრო სტრატეგიულად, უფრო ჭკვიანურად უნდა შევხედოთ, დავგეგმოთ საქმიანობა, ყველა ჩვენ როლს და საქმეს გავაკეთებთ და იმედი მაქვს, რომ ესე ვთქვათ, ისეთივე ფუჭი იქნება, როგორც ამ შემთხვევაში, როგორც დეკემბრის მცდელობები და როდესაც საქართველოს დემოკრატიულ რელსებს დაუბრუნდება, იმედი მაქვს, რომ ესე ვთქვათ, ეს კანონიც ჩვეულებრივად, ესე ვთქვათ, ეს არაკონსტიტუციური კანონები ჩვეულებრივად იქნება გაუქმებული.